საღამოშვიდობის ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? ვინც არ იმსნობთ, მე ვარ თამარი და ვსაუბრობ ძალიან ბევრ თემებზე. და ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ასე რომ ახალებს მინდა ვთხოვო, რომ გამოიწერონ ჩემი არხი, რათა მათ მოისმინონ ეს საინტერესო თემები და მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხებში კომენტარების სახით. დაწერონ კომენტარები, შეიტანონ თავისი შენიშვნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იუთუბერებს მინდა ვთხოვო, რომ გააზიანონ ვიდეოები და ამითი უფრო გავძლიერდებით თქვენს და მეც. ძალიან დიდი ხანია მე არ მისაუბრია ამ თემებზე, დუალურსა და ტყუპსულებზე, ასევე მონათესავე სულებზე. და რატომღაც დღეს მომინდა, რომ ამ თემაზე ვისაუბრო. ეხლა ალბათ იკითხავთ, ვინც ჩემი მსმენელი არ არის და ახალი შემოერთებულია, მიკითხავთ ეს რაღა არის დუალური სული, ტყუპი სული, მონათესავე სული და ძალიან მოკლედ ავხსნი, შესავალს გავუკეთებ და შემდეგ ვისაუბრებ იმაზე, თუ ეხლა რა პროცესია აი ამ დუალურ სულებსა და ტყუპ სულებს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დუალური სულები არიან მეგობრებო სულები, რომლებიც თავიდანვე წყვეტენ, სანამ ისინი დაიბადებიან და ჩამოვლენ, ჩამოიტვირთებიან, როგორც ვთქვათ, ესე რომ ვთქვათ, ამ ფიზიკურ სხეულში, ისინი თავიდანვე წყვეტენ საკითხებს, როგორიც არის ალაგებენ გეგმას თუ რა გეგმის მიხედვით იმოქმედებენ და იმოძრავებენ ისინი ფიზიკურ სხეულში. ესენი არიან მდედრი და მამრი სულები. ესენი არიან მდედრი და მამრი ენერგიები, რომლებიც შემდეგ განხორციელდებიან სხეულში და ოღონდ მათ არიციან კონკრეტულად ფიზიკურ სხეულში შემოსვლის შემდეგ რა გეგმას მოაწერეს ხელი და რა ხელშეკრულება დადეს. მიუხედავად ამისა, ეს მათ ქვეცნობიერში და მათ მისიაში არის ჩაწერილი და ისინი ცხოვრების მანძილზე აი ამ ხაზს მიყვებიან და ცდილობენ, რომ ერთმანეთი იპოვონ აი ამ დიდ ქაოსში და ერთმანეთი ამოიცნონ. არსებობს ესეთი კატეგორიები დუალური სულების, რომლებიც იპოვიან ერთმანეთს, ისინი ამოიცნობენ ერთმანეთს და შემდეგ ერთ-ერთი, რომელიც მათ შორის არის ძლიერი, ანუ მდედრი და მამრი ენერგიების გაცვლის დროს, ანუ როდესაც ისინი უკვე მზერით შეხვდებიან ერთმანეთს, ერთ-ერთი, რომელიც მათზე ერთ-ერთი მეორეზე, რომელზეც უფრო ოდნავ ძლიერია და ოდნავ წინ არის, ის ამოიცნობს პირველს და შემდეგ ის ასწავლის ამ დუალურ სულს, თუ როგორ რანაირად და რისთვის მოსულა ამ დედამიწაზე. დუალური სულების პროცესი არის მეტად რთული, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რადგან როდესაც ისინი ამოიცნობენ ერთმანეთს, ან ერთი ამოიცნობს მეორეს, აქ არ მთავრდება ეს ყველაფერი და happy end-ით, აქ იწყება მერე მთელი რომეო და ჯულიეტას თუ რომეო და ჯულიას ამბავი. რომეო და ჯულია, ხო? რომეო და ჯულიეტა თუ ჯულია, როგორ არის, როგორ უნდა თქვა ეს სწორად ქართულად? ჯულიეტა ქართული ვარიანტია და ჯულია ევროპული ვარიანტია. მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანი, რომელიც მდედრ ენერგიაშია, სულ ერთია ეხლა მდედრი ენერგია მამაკაცში არის გაღვიძებული თუ მდედრი ენერგია ქალში არის გაღვიძებული. აქ არის ენერგიებზე საუბარი, მეგობრებო, მდედრი ენერგია არის ემოცია, მამრი ენერგია არის ლოგიკა. ადამიანი, რომელიც ემოციებშია, ის უფრო მეტად და უფრო სხარტად აზროვნებს აი ამ მიმართულებით, ამოცნობის მხრივ. ის ამოიცნობს და შემდეგ იწყებს ამ დუალური სულის განათლებას, ანუ ბრწყალებში ჩავსვათ რა, განათლება ისეთი, რომ ის მისდევს მას და ეხვეწება და ევედრება, რომ აი ამ
ამ საკითხში თვალი გაახილოს მამრმა ენერგიამ. თუმცა მამრი ენერგია, რაც უფრო მდედრი ენერგია მისდევს მას, მით უფრო ეშინია და გარბის და თავქუთ მოგლეჯილი გარბის და იმალება, იმიტომ რომ მას ეს აშინებს ყველაფერი, მას ეს მიაჩნია რაღაც უცნაურობად, მას ეს მიაჩნია აბსოლუტურად წარმოუდგენელ რაღაც ფაქტად. რამე თუ დიდი ემოციების ორომტრიალში ამ მდედრი ენერგია და აი ეს მაღალი სიხშირეები დაბალ სიხშირეში მყოფ მამრ ენერგიას ძალიან აშინებს. იმდენად აშინებს, რომ შეიძლება კიდევაც ამ ადამიანს ან დაარტყას, ან თავიდან მოშორებას ცადოს. ყველანაირი ხერხით, აბსოლუტურად ყველანაირი ხერხით. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მდედრი ენერგია მაინც მისდევს მამრ ენერგიას. იმიტომ რომ ეს არის მისი მისია, ნახეთ? მისი მისიონერული ამ დედამიწაზე მოვლინება, რომელიც პირდაპირ ხელშეკრულებით არის ზეცაში დადებული, ხო? თუ არ შეასრულა მდედრმა ენერგიამ, მაშინ პრინციპში ყველაფერი წყალში იყრება, ის იმდენი ენერგიის დახარჯვა, რომ ფიზიკურ სხეულში მოხვიდე, მერე შეისწავლო აქ ამ ფიზიკური სხეულის ყველანაირი მანევრა, შემდეგ გაიარო ამ ფიზიკურ სხეულში სოციალურ სფეროში რაღაცა დაპროგრამებული პროგრამები და ამას დიდი ენერგიები და ენერგიის ხარჯვა სჭირდება, როგორც უკვე ვიცით ყველამ. გაიარო სკოლა, გაიარო ბაღი, გაიარო მერე უნივერსიტეტი თუ რაღაცა სისულელები და საბოლოო ჯამში პრინციპში მისია ამათი არის ის, რომ ერთმანეთი იპოვონ და ერთმანეთს გაახსენონ მისია. თუმცა ბოროტი ძალა აქ კარგად ჩარეულია და ხელებს აფათურებს, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ძალები თუ შეხვდნენ ერთმანეთს და გაერთიანდნენ, ის წააგებს ომს. ამიტომ ყველა ძალას ცდილობს იმისათვის, რომ აი ამ დუალურ სულებს, ტყუპ სულებს და მონათესავე სულებს ხელი შეუშალოს შეხვედრაში. ეხლა ნახეთ, დუალური სულის შეხვედრის დროს არის ესეთი ძალიან დიდი უფსკრული, სულ ერთია მდედრი თუ მამრი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს დაინახავს, ის რაღაცა ქვეცნობიერში იცნობს ერთმანეთს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მამრს ეშინია და გარბის და ძირითადად რისი ეშინია, ხა მამრს მინდა გითხრათ რა. აქ არის სხვადასხვა ფაქტორებს აქვს საკითხი. პირველი, გარეგნობით ადამიანი, რომელიც დაინახავს თავის დუალურ სულს, მას პირველ რიგში ისიც შეეშინება, ეს არის მისი გარეგნობა. რამე თუ ბოროტმა უკვე კარგად იზრუნა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აი ამ ადამიანის თავში როგორი ადამიანის აი კაცში მაგალითად, რომელიც ქალსაც წარმოიდგენს იდეალურ ქალად, ანუ ქალად რომ წარმოუდგენია იდეალური, მისი მეორე ნახევარი, ანუ მისი დუალური სული არის ამის საწინააღმდეგო, ყველაფერია გარდა აი ის იდეალური ქალი, რომელიც ამ კაცის თავში არის. ასევე ქალის, რომელიც თავშიც კაცი არის იდეალურად წარმოდგენილი, აი ეს დუალური სული ყველაფერია იმ გარდა იმ ქალის თავში წარმოდგენილი აი ამ იდეალური კაცისა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ამათ შორის ხდება ძალიან დიდი მიზიდულობის ძალა თუ რაღაცა ძალა, რომელიც ვერ გაუგია ჯერ მამაკაცს, ანუ მამრ ენერგიას, თუმცა არსებობენ დედაკაცები მამრ ენერგიაში და მათსაც ვერ გაუგიათ თუ რატო ეტორღიალება ეხა ესა თუ ის მამაკაცი ან ქალი მამაკაც და აქედან გამომდინარე მასში პირველი შეგრძნებები რაც მოდის არის ზიზღი და უარყოფა. ეს არის ძალიან ნორმალური, იმიტომ რომ დედრი და მამრი ენერგიები, რომლებიც დუალურ სულებს წარმოადგენენ, ესენი არიან მინუსი და პლუს ენერგია, რომელიც ერთი არის ძალიან დაბალ სიხშირეში და მეორე არის ძალიან მაღალ სიხშირეში. აქედან გამომდინარე პლუსი ყოველთვის მისდევს მინუსს, დაბალ სიხშირეში მყოფ ადამიანს, რომელზეც გონია რომ აი ეს ქალბატონი ან ეს მამაკაცი ახლა რომელიც ამედევნა საშიშია ჩემთვის, იმიტომ რომ რაღაცით მავსებს, რაღაცა მასხვანაირებს, რაღაც ტრანსფორმირებას გავდივარ და ეს ტრანსფორმაცია უკაცრავად ეს ტრანსფორმაცია არ მომწონს რაღაც და ამიტომ ყველაფერს ცდილობს რომ გაიქცეს.
ეს არის ყველაზე რთული პროცესი, დუალური სულის პროცესი და მინდა გითხრათ მეორე პროცესი, რომელიც არის ტყუპი სულების პროცესი, ესეც ძალიან რთული პროცესია, ოღონდ აქ ცოტა სხვანაირად, მეგობრებო. ეხლა მიგეტყვით ტყუპი სულების პროცესი როგორია და მე გავაგრძელოთ როგორ მთავრდება დუალური სულების შეერთება, როგორ მთავრდება ტყუპი სულების შეერთება და ასე შემდეგ. მოდი ახლა ავხსნა ტყუპი სულები რას ნიშნავს. ტყუპი სულების შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიებს ბევრი განიხილავს და ბევრიც უარყოფს, რომ ეს რაღაცა სისულელეა და არ არსებობს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს მე უკვე დაგროვილი და ადამიანებთან საუბრი ამ თემებთან დაკავშირებით, რომ ეს ფენომენები მართლაც არსებობს, რომ დავიჯერო ჩემი თვალით და ყურით, რომ ეს ფენომენები არსებობს და ამას ვერ ვუარყოფ. მე პირადად ვერ ვუარყოფ. იმიტომ რომ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩემ ტყავზეც მაქვს გამოცდილი და ჩემს თვალწინ კიდე სხვები მიყავს ნანახი, რომელსაც მათ ტყავზე აქვთ გამოცდილი ზუსტად ანალოგიური თემები. ტყუპი სულების შემთხვევაში სულები ხედავენ ერთმანეთს, ისინი აფიქსირებენ, რომ ისინი ეკუთვნიან ერთმანეთს და მათი შეერთება ძალიან მალე ხდება. თუმცა მათი დაშორებაც ძალიან მალე ხდება, იმიტომ რომ ბოროტი ძალა, რომელიც ამ ენერგიების არ შეერთებაში მონაწილეობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ენერგიები არ შეერთდნენ, ბალანსი არ დამკვიდრდეს ამ დედამიწაზე, პირდაპირ შუაში ეჩრება და გამოაჩენს უამრავ ლაშქარს, რომელიც ამათ ურთიერთობას, ამ ორი ადამიანის ურთიერთობას უშლის ხელს. იქნება ეს დედა, მამა, პოლიტიკოსები, რელიგია თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მეგობრებო. ნინო და ალის ისტორია გაიხსენეთ. მოკლედ ერთი სიტყვით ამას ყავს ძალიან დიდი მტრები. მათ შორის ამხედრდებიან უამრავი უცხო ადამიანებიც, რომლებიც საერთოდ არაფერს, არანაირი კავშირი წესით არ უნდა ჰქონდეთ ამ ურთიერთობასთან, მაგრამ ყველანი ჩაეჩრებიან ამ ურთიერთობაში, დედა, მამა, შვილი, ბიძა, მეზობელი, ფსიქოლოგი, ის რა ვიცი, ვიღაცა რომელიც ავტობუსში გაიცანი, ყველა აბსოლუტურად აღდგება ამ ურთიერთობის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ასუსტებს შემდეგ ამ ტყუპ სულებს და საბოლოო ჯამში თუ კი ისინი არიან სუსტები, ხელს იქნევენ და ნებდებიან ამ მურმანის ეკლებს. ისევია მონათესავე სულები, რომლებსაც აქვთ დიდი მისია ამ დედამიწაზე შესასრულებელი. ესენი არ არიან მამაკაცი და ქალი, არამედ ესენი არიან ერთი დიდი ჯგუფი, ანუ მთლიანად ჯგუფი, რომელიც უკვე აქ ფიზიკურ სხეულში ჩამოტვირთვისთანავე იციან, რომ ისინი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და მათ აქვთ განსაკუთრებული მისია შესასრულებელი და მათ შეხვედრასაც ძალიან დიდი კატასტროფები მოყვება. აი მაგალითად გეტყვით რა ერთ მაგალითს რა. ასეთ ჯგუფს დაბადებიდანვე ყავს ჩასაფრებული ბოროტი ძალები. ასეთ ჯგუფს ამცირებენ ისეთი ვითარებები, როგორც აბორტი, ბავშვის გარდაცვალება დაბადებიდან, ბავშვის დაჩლონგება დაბადებიდან, რაღაცა სახის ავადმყოფობის შეყრა, რაღაცა სახის დაზიანება ისე რომ ბავშვი ან ვერ ლაპარაკობს, ან ვერ დადის, შეზღუდულობა, მოკლედ ფიზიკური სხეულის შეზღუდულობა, ან გონებრივი სხეულის მენტალურად შეზღუდულობა თან ახლავს აი ასეთ ჯგუფებს. ძალიან იშვიათად ჯგუფები, რომლებმაც გაიარეს ეს გამოცდები დაბადებისთანავე და გადარჩნენ, გაიარეს ასევე უამრავი ომი იმისთვის, რომ ფიზიკურ სხეულში ისინი გაიმართნონ და შემდეგ, როდესაც ისინი ხვდებიან ერთმანეთს, ამოიცნონ ერთმანეთი და ერთად იმუშაონ, ერთად იბრძოლონ სინათლის გასავრცელებლად. მოდი ახლა ვიტყვი, როგორ მთავრდება დუალური სულების შეერთება. დუალური სულების შეერთება მთავრდება ძირითადად ფატალურად, ესე იგი, ან ერთი კლავს მეორეს, ან მეორე კლავს პირველს, ან ასახიჭრებს, ან
საშინელებები ხდება, მოკლედ დუალური სულების შემთხვევაში, თუ კი ისინი არ გადაიზრდებიან ტყუპ სულებში. თუ კი დუალური სული შეძლებს თავის მინუს ენერგიას, ანუ თავის უკაცრავად თავის მეორე ნახევარს, რომელიც არის მისი საწინააღმდეგო, ყველაფერში საწინააღმდეგო, ამ ადამიანის ამოყვანას თავის სიხშირეზე, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არის დიდ ღვაწლში, მას ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის. აი გაიხსენეთ, რამდენი შემთხვევა ყოფილა, ქალი გადაიყრება ლოთ მამაკაცს, ის წაიყვანს სახლში და მას გამოაჯამრთელებს. აი ეს არის დუალური სულების ღვაწლი, მეგობრებო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლოთი მამაკაცი ამ ქალს შეურაცხყოფას აყენებს, ყველაფერს უშვება, რაც კი საშინელება არსებობს და აკადრებს ისეთ რაღაცას, რასაც არ იმსახურებს, ქალი მაინც აკეთებს ამას. ამას ფსიქოლოგები არქმევენ სხვადასხვა სახელებს და მე არც კი მინდა მაგას ჩავიხედო, თუ რა სახელებს არქმევენ, იმიტომ რომ 1000 გვარი სისულელე წარმოიშვა. მე პირადად გეუბნებით ჩემი გამოცდილებით, რომ ეს სული, რომელიც ამას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი თუ კაცი, ზოგჯერ ქალებიც ცემენ მამაკაცებს, ასე რომ ორივე მხრივ ვიფიქროთ რა. მამაკაცი თუ ქალი, რომელიც შეურაცხყოფილი იქნება თავისი მეორე ნახევრის მიერ და ის ქალი ან მამაკაცი მაინც ამ ადამიანზე ზრუნავს, მაინც ამ ადამიანთან არის, მაინც ვერ ეშვება, ხომ? დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს ადამიანი თავის მისიას ასრულებს. ამაში ერევიან შემდეგ ფსიქოლოგები და ეუბნებიან, უნდა დაშორდე, ეს უნდა ქნა, ის უნდა ქნა, ესე არ შეიძლება, მე რაღაც ემანციპირებული ქალები მოვლენ და ჩაიჭრებიან აი ამ ურთიერთობებში, ასე შემდეგ, რა მეგობრებო, ძალიან რთულია რა. არც ერთი ადამიანი არ არიგებს იმაში, რომ თავის მისიას ეს ადამიანი ძალიან მაგრად ასრულებს. მაგრამ ყველაფრით ვითომ ეხმარებიან, რომ აი ეს უნდა დაშორდეს ამ ადამიანს, ესე არ შეიძლება, ესე რაღაცა, ესე ის და ესე ასე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი მაგალითიც არსებობს იმისთვის ჩვენს ისტორიაში, რომ დუალურ სულს მიუღწევია დუალური სულის თავის სიხშირეზე ამოყვანა, ანუ ამოქაჩვა იმ დაცემული მდგომარეობიდან. აქ ახლა მარტო ლოთობა არ არის, აქ არის უამრავი სხვა საკითხი. ნარკომანია, თამაშზე დამოკიდებულება, სექსზე დამოკიდებულება, სხვათა შორის წიგნზე დამოკიდებულებაც არსებობს და არსებობენ აი წიგნზე ძალიან დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც წიგნის იქით ვერაფერს ვეღარ ხედავენ. ისმით? ანუ როგორ ქვიათ მაგათ? ცოდნარი მოყარეობა, მოიცა ერთი ცუდი გავიხსენე. მეცენად მოყარეობა, რაღაც ეგეთი. მოკლედ, მიხვდით რა, რაც ვთქვი. ტყუპის სულების შემთხვევაში აქ აუცილებლად ვთავდება იმით, რომ ან ერთს მოკლავენ, ან ერთს დააშორებენ, ან ერთს აიყვანენ ციხეში, ან ერთს აიყვანენ საგიჟეთში, ან ერთს აიყვანენ საზღვარგარეთ, ან მოკლედ დააშორებენ ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ერთად უნდათ ყველაფერს იღონებს გარე სამყარო, რომ ესენი დააშოროს. თუ კი ისინი მოახერხებენ და შეერთდებიან, აქ მეგობრებო ძალიან მაღალი დოზით გამოიყენება ჯადოქრობა, იცოდეთ რა, ზუსტად ასეთ თემებში. ყველაზე რთული დღეს ბრძოლა არის ნათელსა და ბოროტს შორის და ეს არის ჯადოქრები და ნათელის სულები. გესმით? უამრავი ქალი, უამრავი მამაკაცი, რომელთაც ერთმანეთთან სურს, დაშორებულია ჯადოს ძალით. ეს არის დიდი კატასტროფა, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც კი შეიძლება მოხდეს სამყაროში. ჯადოს ძალით სინათლის გაქრობა. რა ხდება, როდესაც დუალური სულები და ტყუპის სულები ერთმანეთს უერთდებიან და ისინი ჰარმონიაში მოდიან ერთმანეთთან, თუნდაც მონათესავე სულები. მისია დგება, სინათლე იზრდება, სამყაროში ჰარმონია ვრცელდება. ეს რა თქმა უნდა არ ეწყობს ქაოსს.
ქაოსი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემონი, რომელიც დაპატრონებულია ამ დედამიწას. როგორც სასიყვარულო თემებში, ისე ჩვენს მატერიალურში. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაფიქრება გვმართებს იმ მხრივ, როდესაც ჩვენ ვიგებთ ადამიანების ურთიერთობაზე, ხო? აი მაგალითად, ყველაზე დიდ შეცდომას ქალები უშვებენ ამ შემთხვევაში, როდესაც მის მამაკაცს, ანუ დაქორწინებულები არიან თქვათ, ხო? და მამაკაცები ახლა არ ვიცი, ზუსტად მამაკაცები ნაკლებად მიმართავენ ჯადოს, მაგრამ ქალები, რომლის ქმრებიც ხვდებიან შემდეგ აი ესეთ სულებს, რომელიც არის მონათესავე სული ან ტყუპის სული, მაშინვე ვარდებიან თვით გვემაში, ანუ შიში. ესე იგი მათი ფხრობთ შიში, რომ არ დაკარგონ მამაკაცი და მაშინვე მიმართავენ არასწორ ხერხებს იმის მაგივრად, რომ მათ დაფიქრდნენ, რა ხდება ახლა ამათ თავს, რა ფენომენია ეს, რომელიც მის მამაკაცს დაემართა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ამ საკითხს თვალში შეხედო, თვალი გაუსწორო, არ აკეთებენ ამას და მიმართავენ ჯადოქრულ გზებს, რომელიც შემდეგ მამაკაცსაც ღუპავს, ამ ოჯახსაც ღუპავს, იმ ურთიერთობასაც ღუპავს და ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს ღუპავს. მე პირადად აი ასეთ ქალ ბატონებს მინდა ვურჩიო ერთი რამ რა. ყველაზე ძლიერი ქალბატონი არის ის, ვინც გაბედავს და რომ გაიგებს, რომ თავისი მამაკაცი არის მაგალითად აი ამ ვითარებაში, პირველ რიგში რაც გააკეთოს, დაელაპარაკოს თავის მამაკაცს და გაარკვიოს საკითხი, რაც არ უნდა რთული იყოს და ძნელი გასაგებად, ჯობია ასე, ვიდრე მიმართოს ჯადოს და შემდეგ ამ ადამიანს გაუჩნდეს სიმსივნე, ჯანმრთელობის პრობლემები, მერე იარონ ექიმებთან, ვერ გაარკვიონ რა ხდება, მოკლედ ყველაფერი ირევა და ქაოსი აქ იმ ხელაზე ბატონობს, მერე რომ გამოსწორება ძალიან რთულია. ამიტომ მე ვურჩევ ამ ქალბატონებს პირველ რიგში ამ მამაკაცს გაესაუბრონ და შემდეგ ამ მამაკაცის დუალურ თუ ტყუპსულს გაესაუბრონ, აუცილებლად გაესაუბრონ. თვალში ჩახედვა, მეგობრებო, ეს ჩვენ უნდა ავიდეთ ისეთ დონეზე, სადაც ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან დიალოგს. რაც არ უნდა მტკივნეული, უმაგრესი პოემა არის ვეფხისტყაოსანი რა მაგ მხრივ. აი ძალიან მაგრად არის აღწერილი ვეფხის ტყაოსანში რა ფენომენები არსებობს რა. გაიხსენეთ მეგობრობის ფენომენი როგორ არსებობს, მეგობრს, აი ქალს რო კაცი უყვარს და იმას რო სხვა უყვარს კიდე და ეს როგორ იტანს, აი ძალიან მაგარი რაღაცა არა ეს ვეფხის ტყაოსანი და ამ ფენომენზე არის აწყობილი, რომელიც ამ კაცობრიობის დიდი მტერი არის, თუ ამას ვერ გავიგებთ, თუ ამას ვერ შევიგნებთ და თუ ამის მაგივრად, შეგნების მაგივრად ჯადოქრებთან ვირბენთ, ეს არის ყველაზე დიდი მტერი კაცობრიობის. აუცილებლად საჭირო არის ერთმანეთში საუბარი, ერთმანეთში ჩახუტება, ერთმანეთის გულის ტკივილის გაზიარება, ერთმანეთის გაგება. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა, აი სხვათა შორის მე დაგპირდით, რომ ამ თემაზე ვისაუბრებ მეთქი. ერთ-ერთ პატარა ახალგაზრდებში რა რაღაცა 17-18 წლის ბავშვები არიან, რომლებიც საუბრობენ ჩემმა შეყვარებულმა უნდა იმეგობროს თუ არა თავის ექს ყოფილ შეყვარებულთან რა. ესეთი თემა იყო და გოგო საუბრობდა იმას, რომ კი, რა თქმა უნდა იმეგობროს და ბიჭი ამბობდა, რომ როგორ შეიძლება რომ შენს ყოფილ შეყვარებულთან თუ ცოლთან იმეგობრო, როცა შენს გვერდითა, ესე იგი არ ყოფნის. მე მინდა გითხრათ, რომ ამ თემაზე მე კიდე ვისაუბრებ, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც შენ არ შეგიძლია მიღება იმის, რომ ადამიანი გამოდის ურთიერთობიდან მეგობრობით. აუცილებელი არ არის იქ დასრულდეს და დაესვას წერტილი ისე, რომ აი მე იმას აღარ დაველაპარაკები და იმასთან საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მინდა, არამედ ყველანი შეგნების დონეზე შორდებიან ერთმანეთს და იქ რჩება მეგობრობა, ეს არის ყველაზე მაგარი რამე რა, რო იცოდეთ რა. ამიტომ ვერ დავეთანხმები მე იმ ბიჭს, რომელიც ამბობს, რომ ჩემი შეყვარებული თავის ყოფილ შეყვარებულთან აღარ უნდა ურთიერთობდეს, ან ჩემი ცოლი თავის ყოფილ ქმართან აღარ უნდა ურთიერთობდეს, ეს არის აბსოლუტური კატასტროფა. იცით რატო, მეგობრებო, ჩვენ ესე იგი ისევ გვაქვს შიშები,
ისევ გვეშინია რომ ვინმე დავკარგოთ, ეჭვი გვეპარება ჩვენი პარტნიორში რომ მას მე არ უყვარვარ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეჭვებიდან გამომდინარეობს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს კარგად უნდა ვიცნობდეთ იმისათვის რომ ჩვენ თავს უნდა ვიცნობდეთ პირველ რიგში ძალიან მაგრად რომ ჩვენ ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში რომ ჩემი გვერდზე მყოფი მამაკაცი მეუღლე იქნება ეს თუ მეგობარი იქნება თუ შეყვარებული ვიღაცასთან მღალატობს ამაში ეჭვი არ უნდა მეპარებოდეს და თუ კი ეჭვი მეპარება მე მასთან აუცილებლად ამ თემაზე უნდა ვისაუბრო და ყველაზე დაბალი დონე რომელიც დღეს საქართველოში ესეთი გავრცელებულია როდესაც მამაკაცი ქალს ატყუებს მიუხედავად ის რომ ქალი გაიხსნა და უთხრა მას რომ იცი რა მე ამას ვხედავ და ეჭვი მეპარება შენ სხვასთან ხო არ დადიხარ და მამაკაცი ამ დროს იტყუება რა არა შენ ხო არ გაგიჟდი ეგეთ რაღაცას როგორ ვიკადრე გესმის ყველაზე დაბალი დონე რომელიც საქართველოში ასე გავრცელებულია და სამწუხაროდ ეს საიდან მოდის გეტყვით რა ეს მოდის მამიკოსა და დედიკოს ოჯახის სტრუქტურიდან ესა რა ქვია მაგას ოჯახის სქემიდან სადაც ბავშვმა შეისწავლა როგორ ატყუებს დედიკო მამიკოს ან მამიკო დედიკოს როგორ ატყუებს დედიკო ბავშვს მაგალითად ითქვის იცი რა მე წავალ და მოვალ მალე და წავა და არ მოვა ერთი კვირა ან წავა და საერთოდ აღარ მოვა იმიტომ რომ უცხოეთში წავიდა გესმით აი ეს ბავშვი ძალიან მაგრად იბეჭდება და შემდეგ ამას თავის ავტომატურად იღებს და თვითონ თავის ცხოვრებაშიც გამოიყენებს. აი ყველაფერი ერთმანეთზე არის აწყობილი ჯაჭვით რა და ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ რომ ჩვენ არ ვიყოთ რაღაცა ინფორმაციულ დისბალანსში. თუ კი ინფორმაცია გასწორებულია ჩვენ თუ ინფორმირებული ვართ ჩვენ აღარ გვაქვს რაღაცა შიშები რომ ჩვენ ესა თუ ის საკითხი არ ვიცით და ამა თუ იმ საკითხს ვერ ვჭვრეტთ. მამაკაცი რომელიც ცოლს ატყუებს რომ არა შენ ხო არ გაგიჟდი ეჭვი რო ეშინია რა რო ცოლმა გაიგოს რომ ის ღალატობს გესმით ეს ადამიანი პირველ რიგში არის გამოსასწორებელი მისი შიშებია დასაძლევი და საზოგადოებაში აი ეს თემა რომ ცოლს რო უღალატებ ეგ არაფერი და მოსული თემა დასანგრევი ეს საკითხი არის აბსოლუტურად დასანგრევი ჩვენს ქართულ სოციალურ სფეროში სადაც მამაკაცი მამაკაცთან მარიაჟებს რომ იცი რა მე გუშინ რამდენ ქალთან ვიყავი და ჩემი ცოლი ბავშვებს უვლიდა აი ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი რაც კი შეიძლება ადამიანმა ქვეყანაში განიცადოს რა მით უმეტეს საქართველოში მოკლედ რაც შეეხება ახლა მონათესავე სულების საკითხი მე ადრეც ვისაუბრე ადამიანები რომლებსაც ერთი ფერის თვალები აქვთ ესენი არიან მონათესავე სულები ესენი მოდიან ერთი და იგივე სფეროდან უხილავი სფეროებიდან საიდანაც ამ განხორციელებაში ისინი იღებენ ფერების მიხედვით ფიზიკურ სხეულს ფერების მიხედვით როგორც უკვე გითხარით ყველაზე მაღალ კატეგორიას მიეკუთვნებიან ესე იგი გამჭვირვალე თაფლისფერი და არა ყავისფერი თვალებიანები თაფლისფერი აი რომელიც მზის ფერს წარმოქმნის თითქოს შემდეგ არიან მწვანე თვალებიანები შემდეგ არიან ცისფერ თვალებიანები შემდეგ ყავისფერ თვალებიანები და შემდეგ შავ თვალებიანები ეს ადამიანები კატეგორიების მიხედვით გამოცდილებისა და თავის სულიერი გამოცდილების მიხედვით ყალიბდებიან ფიზიკურ სხეულში თვალების ფერის მიხედვით და ჩვენ ამის მიხედვით ვიცით რომ აი ეს სულები რომლებიც ამ ფერთვალებს ატარებენ არიან ამა და ამ საფეხურზე ასული იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ მიიღებდა თვალის ფერს მაგალითად ყავისფერ თვალებიანები იმდენ გამოცდილებას ვერ ატარებენ როგორც მწვანე თვალებიანები და ეს არ არის ის რომ ერთი მეორეზე მაგარია რა არა ეს არის ის რომ უბრალოდ მწვანე თვალებიანი ასწავლის
ყავისფერ თვალებიანს. აი ნათელფერიანი მზისფერის თვალებიანი ხალხი კი ყველას ჩვენ გვასწავლის, გესმით? ამიტომ თვალების და მიხედვით ჩვენ უნდა გვესმოდეს რომელი სფეროდან მოვდივართ. ჩვენ რო თვალებში ჩავხედავთ ერთმანეთს, ეს ინფორმაცია უნდა გქონდეს რა სულის კატეგორიას ვესაუბრებით. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ნიშნავს იმას, რომ მე რომ მწვანე თვალები მაქვს და ყავისფერ თვალებიანს ვესაუბრები, მასზე მაღლა ავწიო ცხვირი და ვთქვა, იცი რა, აი შენ საერთოდ გამოცდილება არ აგაქვს იმდენი, რამდენიც მე. არ აგვაქვს ამის უფლება არც ერთ გამოცდილ სულს. თუ კი გამოცდილი სული ხედავს, რომ ადამიანი, რომელიც შენთან მოაგზავნეს, ხო, შემთხვევით არაფერი ხდება და ურთიერთობები არასდროს შემთხვევით არ ხდება, მოაგზავნეს შენთან და მას ასწავლიან შენი პირით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენგან გამოვიდეს ეს სიტყვები, მე შენზე მეტი ვარ. არავითარ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხედოთ თანასწორ უფლებიანად, ქალმაც, კაცმაც და ერთმანეთთან საერთოდ ამ თვალების ფერებით კი არ უნდა დავყოთ, რომ მე უფრო მაგარი ვარ და შენ ვინ ხარ, გამოცდილი არ ხარ, არამედ ჩვენ როგორც კი ამ კატეგორიაში ჩავარდებით, რომ ჩვენ ზემოთ ან ქვემოთ დავაყენებთ ვიღაცაზე თავს, მაშინვე ვარღვევთ ბალანსს, ანუ ჰარმონიას, დედამიწაზე არსებულ ჰარმონიას. როგორც კი ჩვენ გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ღვთის წინაშე და ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან ვსწავლობთ, ჩვენ ვიხსენებთ. აი ნახე, მწვანე თვალებიანები ყავისფერ თვალებიანებისგან იხსენებენ ამა თუ იმ ინფორმაციებს. თავის თავს იხსენებენ. ყავისფერ თვალებიანები კი მწვანე თვალებიანებიდან სწავლობენ ამა თუ იმ ზესაფეხურს და ბაძავენ მათ და ცდილობენ, რომ მათ რანგში, ანუ მათნაირი გახდნენ. ასევე როგორც მწვანე თვალებიანები მზისფერი თვალებიანებისგან სწავლობენ და ასე შემდეგ, რა მეგობრებო, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, აი ამ ყველაფერს და კატეგორიებად დაყოფა, როგორც ახლა მე დავყავი, ხო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, რომ შენ ინფორმაცია მოგეწოდოს და დაახლოებით იცოდე, როგორ არის აგებული ეს სამყარო რა. და იმიტომ კი არა, რომ შენ მოგეცეს ის ინფორმაცია და გითხრან, აი შენ რო ერთ დროს გვირგვინი გეხურა თავზე, რა მაგარი ვინმე ხარ, შეგიძლია ყველას უბრძანო. არა, შენ რო ერთ დროს გვირგვინი გეხურა თავზე, ეხლა არ გახურია, ეხლა შენ სხვა სფეროში ხარ და სხვა ვითარებაში ხარ. შენ რომ ერთ დროს მონა იყავი, ეხლა გვირგვინი გახურია თავზე. აბა ვნახოთ როგორ გამართავ აი ამ როლს, გესმით? ყველაფერი არის როლები ამ დედამიწაზე, არის როგორი მატრიცა, რომელიც დაწერილია ბიბლიის სახით. ეს მატრიცა უკვე დანგრეულია, იცოდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად წარსულს ჩაბარდა უკვე რა. მატრიცა, რომელიც ახლა იწერება, ყველა ადამიანი თავის მატრიცას თვითონ ქმნის. იცოდეთ რა. და ადამიანი, რომელიც ჯერ ძველი მატრიციდან ვერ გამოსულა, ის ვერ შექმნის ახალ მატრიცას. იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ არის ისეთ ვითარებაში, კლეტკები იმაშია რა, გამოკეტილ სივრცეშია. გამოკეტილი სივრციდან გამოსვლა ჯერ უჭირს, მაგრამ როგორც კი გამოკეტილი სივრციდან გამოვა, მაშინვე იწყებს ახალი მატრიცების ჩამოყალიბებას. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ განა არ იცით, რომ თქვენ ღმერთები ხართ? ჩვენ ყველანი მონაწილეობთ ღმერთის ერთ დიდ გეგმაში, ვართ პატარა მონაწილე არსებები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას და აქვთ უფლება გადაწყვეტილების, აი ამ ერთ დიდ გონში ისხდნენ როგორც პატარა გონები, ანუ პატარა ინტეგრირებული არსებები, ღმერთკაცები, ხო? ამიტომ ქრისტემ ჩვენ ყველაფერი გვასწავლა იმისათვის, რომ გაგვეგო რას ნიშნავს ჩვენი არსი ამ დედამიწაზე. ჩვენ ვართ ღმერთკაცები. ჩვენ შეგვიძლია მატრიცის წერა, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ, რომ მართალია შენ შეგიძლია შენ ნებაზე იარო, მაგრამ ყველაზე უზენაეს ნებას, რომელიც დიდი გონი არის და იმას ვერ გადაასწრებ და ვერ გადაუჭოკრავ ვერასდროს, იმიტომ რომ ის არის დაუსაბამო, მან მისგან გამოდის ყველაფერი და მისგან შეიქმნა მერე ყველაფერი, მის ნებას კი არ გავუტოლდეთ,
მის ნებას მივახციოთ, გესმის? გავიგოთ რა არის მისი ნება. ამაში ჩავწვდეთ, რომ მისი ნება რა არის. ჩვენი ნებით მის ნებაში გავერთიანდეთ. ეს არის ყველაზე დიდი ახალი მატრიცის წარმოქმნა, რომ შენი შექმნის პერიოდში, როდესაც შეიქმენი, შენზე უფრო ადრე ის დიდი გონი შეიქმნა. იმის წარმოქმნილი შენ ხარ და შენი წარმოქმნილიც მას ეკუთვნის, იმიტომ რომ რადგან შენ ხარ მისი წარმოქმნილი, შენ რასაც წარმოქმნი მას ეკუთვნის მისია. და ვერ გაუსწრებ, იმას ვერ გადაასწრებ, იმაზე უფრო მაგარ რამეებს ვეღარ შექმნი, მაგრამ შენ შექმნი ზუსტად იმას, რასაც ქმნიდა ღმერთი თავიდან. გესმის? და ამიტომ შეგიძლია რომ დრო ერთმანეთში ჩასვა. ყველაფერი უკვე არსებობს. ყველაფერი უკვე სიტყვით არსებობს. უბრალოდ შენ როდის მიაღწევ ამა თუ იმ სიტყვამდე, ამას აქვს მნიშვნელობა. და შენ რომ მიაღწევ ამა თუ იმ სიტყვამდე, როგორც აინშტაინმა მიაღწია, ხო, იმ რაღაცა თეორიებს, ხო? ის აინშტაინმა კი გამოიგონა, აინშტაინმა მიაღწია იმ გამოგონილს, დაიჭირა და გადმოგვცა. ისევე როგორც შესაძლებელი იყო, რომ აინშტაინის გარდა კიდე სხვას მიაღწია იმ პერიოდში და იმ სივრცეში ზუსტად იგივე ცნებებს, მაგრამ მან ვერ დაიჭირა, მან კი დაიჭირა, მაგრამ ვერ გადმოგვცა. აი ეს ბრძოლა მიმდინარეობს ახლა, არა მე ვარ პირველი, გესმით? სინამდვილეში პირველი და უკანასკნელი არ არსებობს. ჩვენ ვართ ყველანი ჩვენ სივრცეში. ჩვენ დავმოგზაურობთ სივრცეებში. ჩვენ როდის რა ინფორმაციას გავიგებთ, აი ახლა ჩემი ბავშვი სანამ იმას ისწავლის, რაც მე უკვე ვიცი, ხო არ უნდა დავჩაგრო, რომ შენ დებილი ხო ჩემამდე სანამ მოაღწევ, იცი რა დებილი ხარ. ეს აი ხვდებით ხო? ჩემი ბავშვი, ჩემი ასაკის რო იქნება, შეიძლება ჩემზე უფრო მეც ხვდებოდეს, გესმის? და ამიტომ დრო და სივრცე გაერთიანებულია. არა გვაქვს ჩვენ უფლება ადამიანს დავცინოთ. თუ კი ადამიანი ვერ ლაპარაკობს, ხომ რამდენჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ აი ეს პროგრამა, რომელიც ჩემ თავშია ჩამბეჭდილი ბავშვობიდან, რაღაცა სოციალური სფეროს მიერ აღებული და პირდაპირ ჩადებული, ხშირად განმიკითხია ესეთი ადამიანები ვერ ლაპარაკობს, თქვათ. და როგორც კი ამაში დავიჭერ ჩემ თავს ეგრევე. ამ პროგრამას ვიღებ და ვანადგურებ, იმიტომ რომ ეს ადამიანი როგორც ლაპარაკობს, ისია საჭირო. всё, მორჩა. ამ ადამიანს აქვს მოკლე ხელი, ან მოკლე ფეხი, ესია საჭირო, მორჩა. ამ ადამიანს აქვს ჭაღარათმა, ესია საჭირო, მორჩა. ამ ადამიანს აქვს მეტყველების უნარობა, ესია საჭირო, მორჩა. შენ უნდა გახდე მიმღები. თუ ვერ იღებ ამა თუ იმ საკითხს, ესე იგი შენ მიუღებლობა გჭირს რაღაცაში. ასევეა დუალურ სულებშიც, მეგობრებო. როგორც კი ადამიანი ხედავს თავის დუალურ სულს, ისინი ერთი და იგივე სულები არიან, მოდიან ერთი დროდან. უბრალოდ ერთმა მიიღო მახინჯის სახე და მეორე მიიღო რაღაცა ზეციური სახე, გესმით? და ამ ზეციურს ეს მახინჯი, ხო, არ მოსწონს. და ასე შემდეგ. და პირიქით. ასე რომ ჩვენ დავფიქრდეთ ყველაფერში ღრმა, სიღრმისეულად, მეგობრებო, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, ერთმანეთის მიმღებლობა ვისწავლოთ. რამდენჯერ მქონია მე შემთხვევა, რომ ჩემს წინ დგას პიროვნება და რაღაცეები იწყება ჩემში, აი რაღაცა გულისრევები და მიუღებლობები და ისინი და მე რო ვაფიქსირებ ამებს, რომ აი რა გჭირს, რამხელა დაზიანება გაქვს მიღებული ამ საზოგადოების მიერ, რომ ამდენი რაღაც პროგრამა ამოტივტივდება შენ თავში და ხან იმას უყურებ, რომ ის წვერი როგორ აქვს, ხან იმას უყურებ. ესენი მართალია მე დიდი ხანი აღარ მაქვს, მაგრამ მე ხა სხვისი თვალიდან ვლაპარაკობ რა. სხვისი თვალიდან ვლაპარაკობ, რომ რამდენი რაღაც ამოტივტივდება ხოლმე უცბად ამ ადამიანის თავში, რომ მიუღებლობები რომ სჭირს. გესმით? ახლა დაგემშვიდობებით, მეგობრებო, მე მგონი საკვარისად ვილაპარაკე და რომ არ დამთავრდეს ეს ურთიერთობები ფატალურად და ტრაგიკულად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მიმღებლობები ერთმანეთის მიმართ.
მიმღებლობაში თუ არ ვამეცადინებთ ჩვენს თავს, არაფერი ერთობა არ გამოგვივა. ჩვენ დავიწყებთ რას, იცი, შინაგანი ხმები ამოტივტივდება. ეს როგორ ლაპარაკობს, იმას როგორ აცვია, ეს რა დონის არის და აი ესეთი რაღაც სიდებილეები, რომლებიც შექმნა ამ საზოგადოებამ, მახინჯმა საზოგადოებამ. გესმით? დაცემულმა სულმა რომ შექმნა. და გაიხსენეთ ქრისტეზე რომ ამბობენ, ვისთან დაჯდაო, ჩვენ უფრო უკეთესები არ ვართო ამ მათხოვრებთან და ბოზებთან რომ დაჯდაო ქრისტე და იმას ელაპარაკებაო, ეს არის ოღმერთის შვილიო? იგივეა, აბსოლუტურად იგივე ვითარება. ქრისტე ასწავლის ხალხს, როგორ იყოს მიმღებელი იმ ხალხის მიმართ, რომელიც გარიყა. მე ახლა დაგიმშვიდობებით, იმიტომ რომ ბავშვები მოვიდნენ და ახლა ახმაურდება აქაურობა. სხვა დროს კიდევ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. თუ გაინტერესებთ ამ თემებზე საუბარი, მომწერეთ რომ აინტერესებს. აი კითხვები დამისვით და ვისაუბროთ ამ თემებზე ხშირად, უფრო ხშირად ვიდრე საუბრობ ხოლმე. გაკოსეთ ყველას. გემშვიდობებით ყველას დიდი სიყვარულით.